როგორ შევწვათ ქათმის ფილე ისე, რომ იყოს წვნიანი და რბილი. დღეს გაგიზიარებ ორ მეთოდს და თან დაწვრილებით და ობიექტურად შევაფასებ, რით განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან და რომელი რა პრინციპით მუშაობს. ორივე აზიურ სამზარეულოს დავესესხედო, ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება. ერთი სოდით არის, მეორე კი კივის გამოყენებით, ასე რომ დავიწყოთ. პირველ რიგში კარგად გარეცხილი ფილე შევამშრალე, შემდეგ მოვაცილე ზედმეტი არასაჭირო ცხიმი და აპკი. ის ნაწილი, რომელიც გახეხილი კივის პიურეში უნდა დავამარინადო, დავსერე. ამას შემთხვევით არ ვაკეთებ, კივის მასა უფრო ფაფისებურია და ასე უფრო მარტივად შეაღწევს სიღრმეში. მოკლედ, ქათმის ფილეს ერთ ნაწილს დავამატე გახეხილი კივი, სანელებლები მარილი და ცოტა სიმინდის სახამებელი. სახამებელი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს შეწვისას ქმნის გარსს, რომელიც არ უშვებს სითხეს გარეთ და შედეგად ვიღებთ უფრო წვნიან ხორცს. კარგად დავამასაჟე ფილეს ნაჭრები და გადავდე დაახლოებით 20-30 წუთით. უფრო დიდი ხნით ასეთ მარინადში დატოვება არ ღირს. კივი შეიცავს ფერმენტს, რომელიც ცილას შლის და ხანგრძლივი კონტაქტისას ფილე შეიძლება ფაფად აქციოს. ახლა გადავდივარ მეორე ნაწილზე. ამ შემთხვევაში ჩანგლით ჩავჩხვლით და რადგან სოდა სითხეში იხსნება, უფრო მარტივად შეაღწევს სიღრმეში და პროცესი ბევრად სწრაფი და მარტივია. თუმცა ჩაჭრაც შეიძლება. მოვაყარე სულ ცოტა სოდა, დავამატე სოიოს соуსი და წყალი. ესეც კარგად დავამუშავე და გადავდე გვერდზე. სანელებლებს ამ ეტაპზე არ ვამატებ, რადგან შეწვამდე სოდა უნდა ჩამოირეცხოს. სოდიანი ხორცის გაჩერება უფრო დიდი ხნით შეიძლება. კივისგან განსხვავებით ის სხვაგვარად მუშაობს. ხორცის ზედაპირზე წვლის მჟავიანობას და ამის შედეგად ცილის ბოჭკოები ნაკლებად იკუმშება შეწვის დროს. ხორცი უკეთ ინარჩუნებს წვენს. მარტივად რომ თქვათ, ეხმარება რომ შეწვისას არ გამოშრეს და არ გამაგრდეს. კივი კი უბრალოდ შლის ცილებს. დავაყოვნე დაახლოებით 30-40 წუთი, მანამდე კი შევწვი პირველი ნაწილი. კარგად გახურებულ ტაფაზე მოვადნე ცოტა კარაქი და მოვათავსე ფილეს ნაჭრები. პირველი 2-3 წუთი მაღალ ცეცხლზე შევწვი, რომ ზედაპირი სწრაფად მოიწვას და შექმნას ბარიერი, სანამ სითხე დაიწყებს გამოსვლას. შემდეგ გადავაბრუნე, მეორე მხარეც 2 წუთი მაღალ ცეცხლზე გავაჩერე. ამის შემდეგ ცეცხლს დავუწიე, დავახურე თავსახური და დავტოვე ნელ ცეცხლზე დაახლოებით 7-9 წუთი. დრო რა თქმა უნდა დამოკიდებულია ფილეს ზომაზე, თუმცა იმისთვის რომ ხორცი არც უმიდარჩეს და არც გამოშრეს, საუკეთესო გამოსავალია თერმომეტრით შემოწმება. ყველაზე სქელ ნაწილში ტემპერატურა 75 გრადუსი უნდა იყოს. ფილე მზად არის, დავუბრუნდი მეორე ნაწილს. სოდაში დამარინადებული ფილე გავავლე ცივ წყალში, სოდამ თავის საქმე უკვე გააკეთა. კარგად შევამშრალე, დავამატე მარილი, სანელებლები და ცოტა სახამებელი. შევწვი ზუსტად ისე როგორც პირველი ნაწილი. ოქროს წესი შემწვარი ნებისმიერი ხორცისთვის. აუცილებლად უნდა დაისვენოს რამდენიმე წუთი დაჭრამდე. ახლა ვამზადებ ძალიან მარტივ და გემრიელ გარნირს. ტაფაზე სულ ცოტა ზეთი მოვასხი, მოვათავსე მთლიანი პომიდორები და მაღალ ცეცხლზე ზუსტად 2 წუთი გავაჩერე. შემდეგ დავამატე დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, ცოტა ბალზამიკო და კიდევ 1-2 წუთი მოვწვი მაღალ ცეცხლზე. აუცილებლად მარილის გარეშე. მარილის მოყრა ჯობს მომზადების შემდეგ სურვილის შემთხვევაში. მზად არის საოცრად გემრიელი ტკბილმჟავე მსუბუქად ბლანშირებული ბოსტნეული, რომელიც ძალიან უხდება ქათამს. ეს არის კივის მარინადით შემწვარი ფილე, ძალიან რბილია, მაგრამ შიგნით ოდნავ ფაფისებური ტექსტურა აქვს. გემრიელია და ხილის მსუბუქი ნოტებიც იგრძნობა. სოდით დამარინადებული კი სრულიად განსხვავებულია. ძალიან წვნიანია, არ არის რეზინისებური, ნაზია და ძალიან გემრიელი. მოკლედ, ორივე ვერსია კარგია თავისებურად, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ გემოვნებაზე. გირჩევ ორივე ვერსია მოამზადო და თავად განსაზღვრო, რომელი არის უკეთესი შენი გემოვნებისთვის. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.